რომ ნოვოროსიისკის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინი დასრულდა. ეს უკვე არაერთმა მედია საშუალებამ დაწერა. მოსკოვში ბენზინი აღარ არის. ამ მომენტისთვის ზუსტად ასეა. იმიტომ რომ უკვე 1 საათიან კაცზე მივდივართ 15-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს გავუვარე. და იცით რა, სწორად მივხვდით, არც ერთზე ბენზინი არ არის. მინიმუმ 95-იანი. უკან მზად ვარ, რიგში 1 საათით ვიდგე და 2-ჯერ მეტი გადავიხადო. ასე იყო, მაგრამ 27 ლიტრზე 2700 გადავიხადე. სად გინახავთ ასეთი რამ? რუსეთის არმიამ სამხედრო წვრთნები ჩაატარა იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინული დესანტი ყირიმში გადმოსხდება. იმ დროს, როცა ნახევარკუნძული საბოლოოდ ჩაეფლო სიბნელეში. უკრაინული დრონების იერიშების შედეგად 3 ივლისის ღამეს ერთდროულად 7 ელექტროქვეშსადგური და მზის ელექტროსადგური დაიჭვა, რის გამოც მთელ ყირიმში ელექტროენერგია გაქრა. იმავე ღამეს ოკუპანტების ერთდროულად 7 თვითმფრინავი განადგურდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა უკვე მეორედ ევთკვირაში დააზიანეს გამანადგურებლების საკის აეროდრომზე და დაარტყეს ანგარებს გვარდეისკოეს აეროდრომზე ოკუპირებულ ყირიმში. და კიდევ ერთი ხიდი ნაკლებია ყირიმში. და თქვენ ხო გახსოვთ, რომ ნახევარკუნძულზე ბენზინი ბენზინგასამართ სადგურებზე აღარ იყიდება ჩვეულებრივი ყირიმელებისთვის და ჩამოსული რუსებისთვის. დღეს ნოვოროსიისკში, რუსეთის ფედერაციაში. ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის თავისუფალი გაყიდვა შეჩერდა და მანქანების გასარსებად მხოლოდ საწვავის ბარათების მფლობელებს შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ ნოვოროსიისკში, ისევ როგორც ყირიმში, ჩვეულებრივ რუსს ბენზინის ყიდვა საერთოდ აღარ შეუძლია. ამავე დროს რუსეთში ავტოგასამართ სადგურებზე რიგები უკვე კოსმოსიდანაც ფიქსირდება, რადგან ისინი რეკორდულ 4 კილომეტრამდე გრძელდება. და ეს გუშინ ჩიტაში ხდებოდა. და ეს უკრაინის საზღვრიდან 5000 კილომეტრზე მეტია. რუსეთს ეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი ფეიკია, მაგრამ მე გაჩვენებთ, რომ ეს რეალობაა. პარალელურად რუსეთის 12 რეგიონში ოფიციალურად შეაჩერეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ამ დროს კი პუტინი ყაზახეთისგან იღებს სამოწყალოდ დახმარებას საწვავის ცისტერნების სახით. აი ლუკოილის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ნიჟეგოროდის ოლქში, რომელზეც ჩვენ თქვენთან ერთად გუშინ საუბრობდით, სრულად შეაჩერა თავისი მუშაობა. ამ ფონზე მასიური შეტევის შემდეგ კიევზე რუსეთის მხრიდან დონალდ ტრამპმა უარი თქვა თავისი მოლაპარაკებების წარმომადგენლების ვიტკოვისა და კუშნერის მოსკოვში გაგზავნაზე. და ეს უაზრო დროის კარბად მიიჩნია მხოლოდ ერთი ფოტოსთვის. შედეგად აშკარა გახდა, რომ თვით დონალდ ტრამპმაც კი იმაზე გააკეთა აქცენტი, რომ უკრაინა მაინც შეძლებს ძალის გამოყენებით ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამ ვიდეოში, რომელიც ჰაერიდანაა გადაღებული, დაფიქსირებულია მრავალკილომეტრიანი რიგი ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან ზაბაიკალის მხარეში, რუსეთის ფედერაციაში. ასინთ ანალიტიკოსებმა უკვე დაადგინეს, რომ ეს ვიდეო ჩიტის რაიონშია გადაღებული, როსნეფტის ავტოგასამართ სადგურთან ატამანოვსკოეს დასახლებაში, ჩიტის რაიონში. და მოგძალებული გათვლებით რიგის სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრს შეადგენს და მასში დაახლოებით 800 ავტომობილია. ამ ვიდეოში მოხვედრილი როსნეფტის ავტოგასამართი სადგური საწვავს ხაბაროვსკის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნიდან იღებს. და აი პარადოქსი. საქმე იმაშია, რომ უკრაინას ამ კონკრეტულ საწარმოზე დარტყმები არ მიუყენებია. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჩიტა უკრაინის საზღვრიდან 5000-ზე მეტ კილომეტრში მდებარეობს. ამიტომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საწვავის კრიზისი სრულიად რუსეთისთვის სისტემური გახდა და ამის დამალვა უკვე უბრალოდ შეუძლებელია. საინტერესოა, რომ რუსებმა სცადეს თავი ისე დაეჭირათ, თითქოს ეს ყველაფერი სინამდვილეში არ ხდება და ეს ყველაფერი უკრაინელი იფსოშნიკების ინტრიგებია. მაგალითად, გუშინ რუსმა ზე პროპაგანდისტმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო, რომელშიც უზარმაზარი რიგია, ყველაფერი ფეიკია. მოითხოვა, რომ უკრაინამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ასეთი ვიდეო შექმნა. ამიტომ საერთოდ არ უნდა მიაქციოთ ამას ყურადღება. და შემდეგ ციტატას მოვიყვან ამ ზე პროპაგანდისტის. წერს ასე: ხი გააორცელეს. ზოგიერთმა არაცნობიერმა ჰაიპერმა ეს კიდევ უფრო გააორცელა. სინამდვილეში ეს ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. მოწინააღმდეგე აგრძელებს ოსტატურად სარგებლობას სიტუაციით და ცდილობს რუსეთში საწვავის პრობლემებიდან მაქსიმუმ მიიღოს. ფაქტობრივად ძალიან გონიერი და დახვეწილი მუშაობაა საინფორმაციო სივრცეში.
საუკეთესო იფსო ისაა, როცა ტყუილი დახვეწილად ერწყმის რეალობას და მაშინ ტყუილის გარჩევა რეალობისა და სიმართლისგან თითქმის შეუძლებელია. აუცილებელია მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ ინფორმაციის მიღებისას ჩვენს რთულ დროში. ეხლა ადვილია თვითონაც მოტყუდე და გაუცნობიერებლად სხვებიც მოატყუო. კი, ამაში დავეთანხმები ამ პროპაგანდისტს Telegram არხიდან ვეტერანის ჩანაწერები, რომ ნამდვილად საჭიროა ფრთხილად ვიყოთ ინფორმაციის მიღებისას დაუბანელი რუსებისგან. აი ეს. მაგრამ აქ სწორედ პრობლემაა. საქმე იმაშია, რომ ეს რიგი, რომელსაც რუსი პროპაგანდისტები ფეიკებს ეძახიან, თანამგზავრიდანაც ჩანს. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ ხაზგასმით ვამბობ, ოფიციალურმა ხელისუფლებამ, ზაბაიკალის მხარის რუსეთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ იღებენ გადაუდებელ ზომებს საწვავის დეფიციტისა და ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებით შექმნილი ვითარების სტაბილიზებისთვის. ამ რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ოსიპოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს ელექტრონული რიგების შემოღებას, პოლიციის დახმარებით ბენზინგასამართ სადგურებზე წესრიგის დაცვის გაძლიერებას და აღჭურვილობის ორგანიზებას, ცხელი საკვების შეგროვებასა და სასმელი წყლის მიწოდებას. როგორ ფიქრობ, რიგებთან პრობლემაა თუ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტია? ეხლა ყურადღება ყველას, ვინც დარწმუნებული იყო, რომ ეს მართლაც ყალბი ვიდეოა. მოგიყვანთ რეგიონის გუბერნატორის ალექსანდრე ოსიპოვის ციტატას. ხალხი რიგებში დგას დღეობით, ზოგი ბავშვებთან ერთად. თან ერთად ვესაუბრე მძღოლებს. არსებობს საჭიროება, რომ გასამართი სადგურების მუშაობა კორექტივდეს. ბევრი რამ შეიცვალოს ხალხის კომფორტისთვის. და ბოლოს გთავაზობთ ვიდეოს, სადაც იგივე რიგია დაფიქსირებული, მაგრამ უკვე გამლელი მანქანიდან გადაღებული. ანუ არა ჰაერიდან, არამედ პირდაპირ მიწიდან. ხმა. და ზოგადად სათვავით უზრუნველყოფის პრობლემები ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დაიწყო. 25 ივნის ზაბაიკალის მხარეში ბენზინის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე ბრეში 15 ლიტრამდე შეიზღუდა. 28 ივნის ანალოგიური რეჟიმი შემოიღეს ირკუტსკის ოლქშიც. როსნეფტის ავტოგასამართ სადგურებზე ერთ მანქანაზე 50 ლიტრის ლიმიტი დაწესდა. ასევე აიკრძალა საწვავის კანისტრებში გაცემა. დეფიციტის ფონზე უმსხვილესი კერძო ავტოგასამართის სადგურების ქსელი BRK, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს. ირკუტსკის ოლქში, ბურიატიასა და ზაბაიკალის მხარეში BRK-მ ივლისიდან შეწყვიტა ბენზინის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე. კიდევ ერთხელ, საუბარია რეგიონებზე, რომლებიც 1000-ობით კილომეტრით არიან დაშორებულნი უკრაინის საზღვრიდან. როგორც ჩანს, იქაც იმედოვნებდნენ, რომ ეს სისხლიანი ბარბაროსული ომი რუსებსა და უკრაინას შორის მათ არასდროს შეეხებოდა. ეს ყველაფერი კი მასიური იერიშების პირდაპირი შედეგია, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ახორციელებენ. ხოლო გუშინ ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავდით პასუხს რუსებისთვის კიევზე თავდასხმის გამო. კერძოდ კი დარტყმას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ნიჟეგოროდ ნეფტეორგ სინთეზი, რომელიც ლუკოილს ეკუთვნის. ხოლო უკვე დღეს კომპანიაში განაცხადეს, რომ ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულად შეწყვიტა ნავთობის გადამუშავება. მოცულობით რუსეთში მეოთხე და ბენზინის წარმოებით მეორე ადგილზე მყოფი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნიჟეგოროდის ოლქში თავდასხმის ობიექტი გახდა ხუთშაბათს. შედეგად ქარხანაში დაზიანდა ძირითადი პირველადი გადამუშავების დანადგარი AFT6, რომელიც უზრუნველყოფდა საწარმოს საერთო სიმძლავრის 53%-ს. კიდევ ერთი დანადგარი AVT5, რომელიც ამ ქარხნის სიმძლავრის 25%-ს შეადგენს, 24 ივნისს დრონით გამოვიდა მთხრიდან. ხოლო გუშინდელი ხანძრის შემდეგ ქარხანა მთლიანად გაჩერდა. ნიჟეგოროდის ოლქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც წელიწადში 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება და 5 მილიონი ტონა ბენზინის წარმოება შეუძლია, გახდა მეხუთე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც ივნისის დასაწყისიდან წარმოება შეაჩერა.
16 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ გაზპრომ ნეფტის შეწყვიტა გადამუშავება. 12 ივნისიდან კი ნიჟნე-კამსკში მდებარე ტანეკოს ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა მუშაობა. 10 ივნისს მუშაობა შეწყვიტა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. 1 ივნისს ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. საერთო ჯამში მარტის დასაწყისიდან უკრაინულმა უპილოტოებმა არანაკლებ 50-ჯერ შეუტიეს რუსეთის ნავთობმრეწველობის ობიექტებს. შედეგად დღეს ესტაფეტა ერიმისგან ნოვოროსიისკმა გადაიბარა. ოფიციალურად ნოვოროსიისკში ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის თავისუფალი გაყიდვა შეჩერებულია, ხოლო მანქანების გასამართად მხოლოდ საწვავის ბარათების მფლობელებს შეუძლიათ. ამის შესახებ განაცხადეს ქალაქის მუნიციპალურ მართვის ცენტრში. საწვავის ბარათებს აფორმებენ იურიდიული პირები, საწვავის ოპერატორებთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში და ისინი როგორც იცით განკუთვნილია სამსახურებრივი ტრანსპორტის გასამართად. დიზელის საწვავი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, შეზღუდული რაოდენობით, ნოვოროსიისკის მასშტაბით მხოლოდ 8 ავტოგასამართ სადგურზე. ესეც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალური განცხადებაა. აი თქვენთვის ირონია. ნოვოროსიისკი რუსეთის ყველაზე დიდი ნავთობის პორტია შავ ზღვაზე. პორტის მეშვეობით ხორციელდება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა, ასევე ყაზახეთიდან ნედლეულის ექსპორტი. ხევადი ტვირთების, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილი წელიწადში დაახლოებით 100 მილიონ ტონას შეადგენს. ქალაქში ასევე მდებარეობს ნავთობბაზა და უსხვილესი რუსული ნავთობკომპანიების ტერმინალები, რომლებიც უზრუნველყოფენ მთელი რუსეთის სამხრეთის მომარაგებას. მაგრამ ეხლა ამ ქალაქში ბენზინი ჩვეულებრივი რუსებისთვის აღარ არის. და თუ უკვე ვახსენეთ ყაზახეთი, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთი ასტანასგან მაინც მიიღებს ბენზინს. ყაზახები რუსებს 50,000 ტონას საწვავს ჰუმანიტარული დახმარების სახით გაუგზავნიან. იცით, ესეთი დამცირება ჯერ არ მინახავს. რუსეთი ქვეყანა ბენზინგასამართი სადგური, რომელიც თავის სიდიადეზე ყვირის, ახლა მთელ მსოფლიოში მოცხალებას ითხოვს და ბენზინის სახით ჰუმანიტარულ დახმარებას სთხოვს. წარმოიდგინეთ, ანუ სულ რაღაც 9 წლის წინ შეგახსენეთ, მე ბენზინს ვაფასებდი. რუსი პროპაგანდისტები, როგორიცაა სოლოვიოვი, ყვიროდნენ მთელი ხმით, რომ თუ ყაზახეთი რამეს არასწორად გააკეთებდა, ისინი ყაზახეთს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამოუცხადებდნენ. რომ თითქოს ყაზახეთი უკრაინის ბედს გაიმეორებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. საბოლოოდ კი ახლა რუსები მუხლებზე დგანან და სთხოვენ: ყაზახეთო, გთხოვთ, მოგცეთ ბენზინი. და ყაზახეთი ამბობს: კარგი, ჰუმანიტარული დახმარების სახით ცოტა ოდენ ბენზინს მოგცემთ. მაგრამ აქ რა თქმა უნდა აგიხსნით, რატომ გადაწყვიტეს ყაზახებმა ამას ჰუმანიტარული დახმარება ეწოდებინათ. ცხადია ირონიით ვამბობ. საქმე იმაშია, რომ ასტანამ ადრე საწვავის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა, მაგრამ ტოკაევმა როგორც ჩანს, ვერ უარყო პუტინს. ამიტომაც მოიფიქრეს, თითქოს ჰუმანიტარული დახმარება იყოს. თითქოს ეს კომერციული ექსპორტი არ არის. უბრალოდ დახმარებაა გაველურებული რუსი ხალხისთვის. ამასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკვე მოილაპარაკა ინდოეთთან და იაპონიასთან ბენზინისა და ავიაბენზინის პირველი პარტიების შეძენაზე. რა სიტყვით აი ესეთი სიდიადე აქვს რუსეთს? და ასეთი ამბები რუსების სიდიადეზე შეიძლება უსასრულოდ მოყვეთ, მაგრამ მე უბრალოდ ერთ ციტატას გამოვპობ. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა საწვავის კრიზისის ფონზე რუსებს მოუწოდა უბრალოდ თავიანთი უკანალები ტრამვაიში გადაათრიონ. ციტატა: აუცილებელია პრიორიტეტულად განვითარდეს ქალაქის ელექტროტრანსპორტი, ტრამვაი. ერთი სამსექციანი ტრამვაი იტევს 260-მდე მგზავრს და შეუძლია ჩაანაცვლოს 200 ავტომობილი, ხოლო მოდერნიზაციის შემდეგ ტრამვაის საშუალო სიჩქარე შეიძლება 2-ჯერ გაიზარდოს. ხედავ, რომ სწრაფ ტრამვაის აქვს მომავალი. ოკუპირებული ყირიმი დარჩა არა მხოლოდ ბენზინის გარეშე, არამედ ელექტროენერგიისა და ავიაციის გარეშეც. ყირიმის რამდენიმე რაიონში, რომლის დაცვასაც უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო დესანტისგან ცოტა ხნის წინ წვრთნებზე ამუშავებდნენ რუსი სამხედროები. 3 ივლისის ღამეს უკრაინული დრონების იერიშის შედეგად 7 ელექტროქვესადგური და მზის ელექტროსადგური დაიწვა. ამის შესახებ წერს მონიტორინგის არხი ყირიმის ქარი, რომელიც სატელიტურ სურათებზე თბურ სიგნატურებს აკვირდება თავდასხმების შედეგების დასაფიქსირებლად. ამ ღამეს იწოდა ბელოგორსკის ქვესადგური, რომელიც ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. ასევე იწოდა ელექტროსადგურები მარიანოვკაში, ძველ ყირიმში, საკის ქალაქში და ჯანკოიში. და საბოლოოდ ადგილობრივმა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებამ განაცხადა ელექტროენერგიის გრაფიკით გათიშვებზე თელ ყირიმში. და იცით რა არის სასაცილო?
ამ ფონზე. რუსმა სამხედრო ექსპერტმა და რეზერვის პოლკოვნიკმა ვიქტორ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო სარდლობის საშტაბო სამხედრო თამაშში, სახელწოდებით ყიდიმის გამოფხიზლება, სადაც განიხილებოდა სცენარი, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო დესანტირება ყირიმში და მისგან თავდაცვის ღონისძიებები იყო გათამაშებული. მოკლედ, რეალურად რუსებს ამ სცენარის ეშინიათ. ამავე დროს 3 ივლისის ღამეს უკრაინულმა განაყოფებმა დააზიანეს რკინიგზის ხიდი კრასნოგვარდეისკის არხზე. რუსეთის ჯარები ამ ობიექტს სამხედრო ლოგისტიკისთვის იყენებდნენ, კერძოდ ტექნიკის შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის გადასაყვანად. მაგრამ მთავარი დარტყმა საგებზე განხორციელდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა ამ კვირაში მეორე დააზიანეს გამანადგურებლების საკების აეროდრომზე და დაარტყეს ანგარებს გვარდეისკოეს აეროდრომზე ოკუპირებულ ყირიმში. როგორც სესუში განაცხადეს, საკების აეროდრომზე დაზიანდა ავიატექნიკის შესანახი 7 ანგარი, სადაც გამანადგურებლები იყო განთავსებული და ფრონტული ბომბდამშენები Su-30 SME, Su-30 და Su-24. წინასწარი ინფორმაციით განადგურებულია ან დაზიანებულია მინიმუმ 7 რუსული თვითმფრინავი. ეს უკვე SBU-ს მეორე დარტყმაა საგის აეროდრომზე ერთი კვირის განმავლობაში იმ 40 დღიანი ოპერაციის პარკლებში, რომელიც რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნა და რომელიც ადრე ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა. სამხედრო აეროდრომ გვარდეისკოეზე დაზიანებულია 2 ანგარი, სადაც ინახებოდა შაჰედის დრონები და საავიაციო აღჭურვილობა. სამხედრო აეროდრომების საკი და გვარდეისკოე რუსეთის ოკუპაციური ძალების ერთ-ერთ მთავარ საავიაციო ბაზას წარმოადგენს ყირიმში. და სწორედ იქიდან რეგულარულად აფრინდება ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები, რომლებიც სარაკეტო და ბომბურ დარტყმას აყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე და უზრუნველყოფენ რუსეთის დაჯგუფების მოქმედებებს სამხრეთის მიმართულებით. ამასობაში თეთრმა სახმა, მას შემდეგ რაც ველური რუსების ბარბაროსული თავდასხმა მოხდა კიევზე 2 ივლისის ღამეს, გადაწყვიტა არ გაეგზავნა თავისი წარმომადგენლები მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. როგორც დღესწერს New York Times-ი, მოსკოვში ძალიან ელოდებიან დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშტერს. იმ იმედით, რომ შეძლებენ უკრაინასთან ომის შეწყვეტისათვის, მათთვის მომგებიანი პირობების მიღწევას. ვლადიმირ პუტინი განსაკუთრებით აფასებს ურთიერთობას ვიტკოფთან. მის შეხვედრას განიხილავს როგორც უნიშნელოვანეს არხს თავისი მიზნების მისაღწევად, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შეერთებული შტატების დახმარებით. მაგრამ ტრამპის წაგზავნილები მოსკოვში არ ჩქარობენ, ისე როგორც კიევშიც. შემდეგ მოვიყვან ციტატას New York Times-დან. დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მზად იქნებოდნენ წასასვლელად, თუ ახალი საკითხები გაჩნდებოდა განსახილულად, მაგრამ ისინი ამას მხოლოდ ფოტოსესიისთვის არ გააკეთებენ. სტივენ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი პრაქტიკულად ყოველდღიურად ინარჩუნებენ კავშირს რუსეთსა და უკრაინის წარმომადგენლებთან და მათთან პირადი შეხვედრებიც ჰქონდათ, რომელთა შესახებაც პრესაში არ გავრცელებულა ინფორმაცია. მაგრამ ირანში მათ საქმე აქვთ, ხოლო მოსკოვში, რომელიც უარყოფს კიევის ყველა მოწოდებასა და მოთხოვნას, დაიწყოს მშვიდობის მოლაპარაკებები ან შეზღუდოს საბრძოლო მოქმედებები, საქმე არ აქვთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა კვირას მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, თითქოს დონალდ ტრამპთან ანკორიჯში 2025 წლის აგვისტოში შეხვედრაზე. ხვედრაზე. ციტატა. განიხილებოდა კომპრომისები, რომლებიც ამერიკულმა მხარემ ჩვენ შემოგთავაზა. მისი თქმით, ისევ ციტატა, ჩვენ დავფიქრდით, არა მაშინვე, მაგრამ დავფიქრდით და ვთქვით, დიახ, ჩვენ თანხმდებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ანალოგიურ განცხადებაზე პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პუტინთან ალასკაზე ტრამპს არანაირი შეთანხმება არ დაუდია. ციტატა. მხოლოდ წინადადება იყო, მაგრამ შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა. პუტინი კი მას შემდეგ უარს ამბობს ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელმაც მას პირადად მოუწოდა კონფლიქტის მოგვარებაზე. და რომელმაც უარი უთხრა უკრაინის პრეზიდენტის წინადადებაზე, რომ მაინც შეეჩერებინათ შორ მანძილზე დარტყმები. ინტერვიუში განაცხადა ტრამპის წარმომადგენლებს გულისხმობდა შემდეგი ციტატა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მოვლენის ირანულ ტრეკზე ცეცხლოვანი ფაზის დასრულების შემდეგ ტრამპის წარმომადგენლები ჩამოვლენ, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, როგორც პუტინმა თქვა, ირანული ტრეკის ცეცხლოვანი ფაზა უკვე დიდი ხანია დასრულდა. ვიტკოვი და კუშნერი პუტინის სიტყვების შემდეგ ამ კვირაში მოსკოვში კი არა, არამედ კატარში გაემგზავრნენ ირანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე.
აშშ და თეირანი შეთანხმდნენ, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერიდან 60 დღის განმავლობაში, ანუ 18 აგვისტომდე, მოამზადებენ სრულფასოვან შეთანხმებას მოწესრიგების შესახებ. თუმცა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს აცნობა, რომ პრობლემას ვერ ხედავს თუ მოლაპარაკებები გაიწელება. ეს მონაწილეებს მეტ დროს მისცემს ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განსახილველად. ამიტომ ვიტკოვი და კუშნერი ირანის საკითხზე კიდევ რამდენიმე თვე იმუშავებენ. და აქ New York Times-ი წერს, რომ პუტინის გარემოცვაში ამ საკითხზე ძალიან დაიძაბნენ, რადგან ისინი იმედოვნებდნენ, რომ მოლაპარაკებების ამ გზას მაინც დაუბრუნდებოდნენ. ორიგინალებისა და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მოქმედებების ფონზე, ასევე ვიტკოვი და კუშნერი უახლოეს მომავალში მოსკოვში წასვლას არ აპირებენ. სამაგიეროდ რუსები სასოწარკვეთილად ცდილობენ, როგორმე ესაუბრონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. საქმე იმაშია, რომ დღეს 3 ივლისს ვაშინგტონის დალასის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდა რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი Il-96. ვინ ზუსტად იმყოფება ბორტზე უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ კრემლმა თავისი დიპლომატები გაგზავნა დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების თხოვნით. რადგან თეთრმა სახმა მიანიშნა, რომ ახლა ის აღარ ირბენს მელოდი დიქტატორი პუტინის უკან და აღარ შეეცდება დაარწმუნოს მას საუბარში. რატომ? იმიტომ რომ ახლა უკრაინა მის ნავთობ ინდუსტრიას ნადგურებს და სწორედ ამიტომ არის მის ინტერესებში როგორმე ეძებოს დიალოგი. და ბოლოს გადაცემის დასასრულს მოგიტანთ ერთ ამბავს, რომელიც იმედი მაქვს გაგაღიმებთ, რომ გადაცემის ბოლოს გაგეღიმოთ. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ერთიანი რუსეთის წევრი ოლეგ მითვეიჩევმა განაცხადა, რომ პარტია ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ ხმის მიცემა მომავალ არჩევნებზე ნიშნავს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მხარდაჭერას. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. ბოლო დროს ზელენსკი მიანიშნა, რომ ოცნებობს ერთიანი რუსეთის დამარცხებაზე შემოდგომის არჩევნებზე და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. რუსია ამომრჩევლის წინაშე ფაქტობრივად ეხლა მარტივი არჩევანია. ვისთან არის ის? პუტინთან თუ ზელენსკისთან, ჰა? თუ პუტინთან არის, აძლევს ხმას ერთიან რუსეთს, თუ ზელენსკისთან არის, აძლევს ხმას მის წინააღმდეგ. სხვა გზა არ დაგვთ. ციტატის დასასრული ამ მატვეიჩევისგან. როგორ მოგწონთ ეს? ანუ თუ არ აძლევ ხმას პუტინის პარტიას, ავტომატურად რუსეთის მოღალატე ხარ. თუ ვინმე სხვას აძლევ ხმას, უпростоრად, თუ პუტინის პარტიას არ აძლევ ხმას, ეს ნიშნავს, რომ 100%-ით ზელენსკის მხარეს ხარ. მაგრამ საინტერესოა ის, რომ ეს განცხადება გაკეთდა ერთიანი რუსეთის რეიტინგის ვარდნის ფონზე. ფრჩიომის მონაცემებით ფრაქციის რეიტინგი წლის დასაწყისიდან იკლებდა და აპრილის ბოლოს 27.7% შეადგენდა. თუმცა ივნისში გამოკითხვის მეთოდიკის შეცვლის შემდეგ ის ოდნავ გაიზარდა და 32%-ს მიაღწია. თუ ამ ერთიანი რუსეთის წევრის ლოგიკას მივხვდებით, გამოდის, რომ რუსეთში ზელენსკის მხარდაჭერა ბოდიშით უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინაში. და ამბობდნენ, არალეგიტიმურიაო. ამაზე წერდილს ვსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწეგით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.